გამარჯობა, დენს თუ დაურტყავს თქვენთვის? არასდროს? მართლა? არა, მართლა. სასხარო ამბავია, კარგი მადლობა. ბავშვობაში ერთხელ. აი რა სიტუაციაში? სტრუბილინგს მოაწყოს მოგიდე ხელი და დამარტყა. რამდენი ვოლტზე გხედქათ? მოდენ რა ვიცი. კონდიციონერს თავრდი და ჩასართავი იყო გაფუჭებული და უკან ხელი რომ მოვკიდე დამარტყა რა. არა? მე არაფერი გადავჭი და აგერვა. გამარჯობათ, იცით რა მაინტერესებს თქვენთვის, ოდესმე დენს თუ დაურტყამს? დენს კი არა, მატარებელს არ დაურტყავს. გაბარა. რა სიტუაციაში? დენს მოვკიდე ხელი და დამარტყა. არა? მე გადავჭი. გილოცავ. მადლობა. შტეპსელის გამოცვლის დროს და რამდენი ვოლტი? 240 ჩვეულებრივად. კი, ოდესღაც კი. რა სიტუაციაში? არ მოსახში, სადღაც რაღაცა, ხო. არასასიამოვნო თუ შეგრძნება იყო მახსოვს. ჩემთვის არა, მაგრამ დედა ჩემს დაარტყა საშინლად. აი როგორ რა სიტუაციაში? ანუ მაცივარს ხსნიდა და გაფუჭებული იყო და იმ ხალაზე დაარტყა რა 4 მეტრზე გადააგდო. გადავშვა ხო? კი და იმის მერე ორჯერ კიდე დაარტყა. სიდნელეში სველი ხელებით შევაერთე დენში რაღაცა და დამარტყა დენმა მაშინ მახსოვს პატარა ვიყავი რა ვიცი 13-14 წლის ალბათ. და ეგეთ შეგრძნება მქონდა რომ თითქოს ვიღაცა მომიპარა და უკნიდან თავში მთელი ძალით ჩამარტყაო ვერ მივხვდი თავიდან რა ხდებოდა მე აი ცოტა რაღაც წამების მერე მივხვდი რომ დენმა დამარტყა მართლა. დენს? ერთხელ. როგორი იყო? აუ, მაგარი იყო. აი, შტემცელს რო ქვია. და დამატო და დამარტყა და იმის მერე ლექსების წერა დავიწყე. ხმა რომ წამოვა გულიდან დაამოგლიჯავს ვულკანი. რა ხმა იქნება ქართველის გულიდან ამამ გმინავი. ქართველის გული ხომ ცარი. უსაზღრო როგორც სამყარო. პატარა ლამაზ სუფრაზე ჩურჩული თქმული წინწყარო და ირემი რომ გადმოიფრენს. მინდა ვიგემო მწვადია, შენი ჭირიმე სამშობლო, თავისუფლება მწადია. ბრავო.